მადლობა ზაქარია ფალიაშვილის შესანიშნავი ჰიმნი მოვისმინეთ საღამომშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, გილოცავთ გიორგობას და რა თქმა უნდა გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა ძირითადი ალბათ ის გახლავთ, რომ ამ მოვლენამ ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო. ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომლის ადგილიც ღირსეულად არის ევროპაში. ჩვენ აქ შეკრებულ საზოგადოებას და კიდევ მრავალ ასეულ ათას მოქალაქეს გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ვარდების რევოლუციის იდეალები და რწმენა, რომ საქართველოს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სრულფასოვანი ევროპული ქვეყანა. ბრძოლა ამ მიზნისთვის და ამ მიზნის მისაღწევად გრძელდება. დღეს ვიხსენებთ ვარდების რევოლუციის პერიოდს. ვამხნევებთ ერთმანეთს და პირობას ვაძლევთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენ შვილებს, რომ ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მადლობთ. ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს იყოს ევროპული ქვეყანა, საიდანაც კი არ გარბიან, არამედ ბრუნდებიან და ღირსეულად ამაყად ცხოვრობენ. ეხლა ერთი ტექნიკური ხარეც უნდა მოგახსენე. იმისათვის ჩვენ ამ საღამოს დაორგანიზებისას ვცდილობდით შეგვერჩია ყველაზე დიდი დარბაზი, ვინაიდან ვიცით, რომ სურველი ძალიან ბევრია. ჩვენ არც ერთი დარბაზი არ მოგვაქირავეს. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ რეჟიმში. ამ დიდ ქოციანობაში სამწუხაროდ ესეთი რეალობაა. თუმცა არა უშავს, მომავალში ყველაფერს გამოვასწორებთ. ეხლა კი მინდა ვთხოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას სცენაზე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ გიორგობას და გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს. ეს თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია და თითოეულ ჩვენგანს აქვს მოგონება და ასოციაცია ამ თარიღთან. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვუყურე ვარდების რევოლუციას მასაჩუსეტსში, პატარა შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ვიყავი სტუდენტი. იმიტომ რომ როგორც პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტს, მაშინ, რომელსაც სრული დაფინანსება მქონდა უნივერსიტეტიდან, არ მქონდა პერსონალური კომპიუტერი და ბიბლიოთეკის კომპიუტერით. პატარა ოთახში ვუყურე იმ შესანიშნავ მომენტს, როდესაც მივხვდი, რომ სწორედ ვარდების რევოლუციით გაჩნდა შანსი ჩემთვის, რომ დაუბრუნებულიყავი სამშობლოში. ჩემთვის ვარდების რევოლუცია იყო სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა. მაგრამ ძალიან ბევრისთვის ეს იყო სხვა ასოციაცია. ეს იყო კორუფციის დასრულება, ეს იყო კრიმინალის დასრულება, ეს იყო იმ განუკითხაობის დასრულება, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე. ეს იყო დიდი რეფორმების დასაწყისი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, მთელს საბჭოთა რეგიონში დაიწყო დემოკრატიული რეფორმების ტალღა ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე მახსოვს მაგალითად კიევში, უკრაინაში, როგორ ახტაცებით ხვდებოდნენ, როდესაც რევოლუციის დროს, მათი რევოლუციის დროს, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ჩვენ ჩავედით უკრაინაში, იმიტომ რომ სწორედ საქართველოს შეძლო პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერობით, რომ თავი დაეღწია პოსტსაბჭოთა მარწუხებიდან პირველმა მთელს რეგიონში. დღეს თქვენს წინაშე პირველ სპიკერად და მთავარ გმირად დღევანდელი დღის უნდა იდგეს თქვენს წინაშე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ვარდების რევოლუციის ქართველ ხალხთან ერთად მთავარი გმირი, მთავარი სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი. სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი,
სწორედ ვარდების რევოლუციის იდეებისთვის და სწორედ ვარდების რევოლუციის მიღწევებისთვის. ამიტომ იმყოფება ის დღეს საპყრობილეში. ამ სულის შემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და ის დროულად უნდა დავასრულოთ. და მე მჯერა, რომ ძალიან მალე ეს მოხდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციას. პრეზიდენტი სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ მოკლეს. რადგან ვერ მოკლეს მასში ვარდების რევოლუციის იდეა. ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი საქართველოს იდეა. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ამოძრავებდა ვარდების რევოლუციას, რომელიც ამოძრავებს პრეზიდენტ სააკაშვილს და რომელიც გვამოძრავებს ჩვენ. ეს არის იდეა, რომელიც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში და გონებაში და ამიტომ ვერასოდეს მოკლავს მას ვერც ივანიშვილი და ვერც პუტინი. სწორედ ამიტომ ჯერა დღეს, როგორც არასდროს გამარჯვების და იმის, რომ ჩვენ ერთიანობით, კოალიციური ერთობით მათ შორის გამარჯვების შემდეგ გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციის იდეას და მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში, რომ ჩვენი ქვეყანა შევიდეს ნატოში და საქართველოს შედგეს როგორც წარმატებული სახელმწიფო. და ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, ვფიქრობ, რომ ვარდების რევოლუციის უმთავრესი განმსაზღვრელი იყო ის, რომ შედგა უპრეცედენტო ერთობა და ასევე ის, რომ თითოეული ადამიანის გულში დაიბადა გამარჯვების რწმენა. ეს იყო 2003 წლის 23 ნოემბერი. გამარჯვების რწმენა და უპრეცედენტო ერთობა. მე ვფიქრობ, რომ დღესაც იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ჩვენ გვჭირდება სწორედ ეს უპრეცედენტო ერთობა და გამარჯვების რწმენა. ვირწმუნოთ გამარჯვების და გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის. დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან მიყვარხართ. მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ევროპარლამენტის წევრი, ლიტვის დამოუკიდებლობის და ანტიკომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი. Gamarjaba, Sakartvelo. Dear friends, really it's a nice occasion to congratulate all of you with two very important occasions. First of all, really I would like to congratulate all the people of Georgia, all the opposition people with recent achievement when the European Commission recommended to the Council to approve the candidate status for Georgia to become a member of the European Union. This is really a very strategic step forward and big achievement, not for the government of Georgia, but for the people of Georgia. Second, of course, 20th anniversary of Rose Revolution. Definitely it's a very good coincidence that we can celebrate two of those very important events in the history not only of Georgia but of the whole European continent, because Rose Revolution back in 2003 was something which showed very clearly for the whole Europe that Georgian people don't want to live anymore in some kind of gray shadow post-Soviet country with a lot of corruption, non-transparency, kleptocracy, oligarchic rules, and strong influence of Kremlin. And that revolution was a signal that in this area, what we can call Eastern Partnership area, people want a change, people want to live in a democratic country, in a normal European country.
That is how the road of Georgia towards Europe have started. And of course, we cannot forget what role Mikhail Saakashvili, as a leader of the revolution, played at that moment, at that time, and all the reforms which were implemented by his governments really paved the way for Georgia to become a country which really is moving ahead towards Europe. This time for Georgia is not an easy one, but things, I'm absolutely sure, will change, and Georgian people really will bring back the country and its government on the path towards very rapid accession to European Union. Next year elections will be very crucial in Georgia, crucial and important not only for Georgia, but for the whole, again, Europe, because Europe needs to have Georgia as a country which is transparent, without any oligarchic or Kremlin influences, and Georgia which will play a very important role in the whole South Caucasus region. That is why I'm absolutely sure the Georgian people will achieve such kind of new victory for Georgia and for the whole Europe, and that is why coalition of victory, or victory coalition, is so important looking into the nearest future of Georgia. So good luck to everybody. We are very proud to have such friends in Georgia, and we wait you to become very quickly full members of the European Union. Good luck. საქართველოს კიდევ ერთი მეგობარი, ევროპარლამენტარი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტ კაჩინსკის ადმინისტრაციის უფროსი ქალბატონი ანა ფოტიგა. Gamarjova, Sakartvelo. Dear Georgian friends, I still remember this time 20 years ago, the famous revolution of roses of Georgian people led by Mikhail Saakashvili, a long-time third president of Georgia later on. It was a period of unbelievable hope and joy, not only for you, but also for us, in particular, those who experience fight for freedom and independence in broad region of Central and Eastern Europe. At that time, I was a member of the European Parliament, my first term ever. And believe me, it was also my first speech to the plenary of European Parliament, acknowledging the will of Georgian people to pursue the Euro-Atlantic path, to regain their rightful place in the family of free nations. I feel that this process still needs completion, and I truly wish you all the best on this path. Be sure we stand by you, and we support the Georgian people in their genuine will to become free, independent, full of hopes, and having good prospects for your children and grandchildren together in a peaceful world. All the best. Gamarjova, Sakartvelo. ვარდების რევოლუციის ეპიცენტრში მყოფი და მისი უშუალო მონაწილე რეჟისორი გია ჭანტურია. ხოთ ბატონო. მოგესალმებით ყველას. ისე აკადემიურად როგორც ჩემამდე გამოსვლები საუბარი არ მეხერხება, მაგრამ შევესწრები გავიხსენო ის განწყობა, ის განცდა, რაც ხდებოდა 20 წლის წინ. პირველ რიგში მოგილოცავთ ყველას გიორგობას და ვარდების რევოლუციის იუბილეს და ეს მოლოცვა პირველ რიგში მინდა რომ აქედან მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ
ეს მისი დამსახურებაა პირველ რიგში. 88 წლიდან ძალიან ბევრი აქ ნახე ჩემი თანამებრძოლი, ვისაც ერთად 88 წლიდან მომიწია მე ჩართვა აი ამ ყველაფერში და გავიარეთ უამრავი რამე და საქართველოს ყველა მიღწევას ყოველთვის ჩვენი მტრები კლავდნენ და კლავდნენ ისე რომ იმედიც კი არ ქონოდაო ჩვენ შეიძლება სახელმწიფო ქონოდა. იმედიც კი არ ქონოდაო ჩვენ რამე ქართველებს შეგიძლიათ რომ ჩვენ ვიღაცა გჭირდება მუდმივად. სულ ესე იყო ეს ყველაფერი და აი მახსენდება ზუსტად 2003 წელი, როდესაც ბევრი მაშინაც გვეუბნებოდა რომ კი მაგრამ რა არის გამოსავალი, კი მაგრამ ვინ შეძლებს ამას ყველაფერს, კი მაგრამ ავიცი გჯერა რომ რამე იქნება და მოვიდა ის დღევანდელი დღე 20 წლის წინ რომელიც იყო და მეც კი არ დავმალავ და ვიტყვი რომ რაღაც ნაბიჯები იყო სადაც შერდებოდი და ვიძახდი რომ კი მაგრამ ვინ შეძლებს ახლა აი ამის გარღვევას, ვინ შეძლებს რომ გაბედოს რაღაცა უფრო მეტი ქნას და აი მაშინ მოვიდა ის ძალა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომელმაც ეს გააკეთა. ჩვენ თვითონ გვიკვირდა თითოეული ჩვენი საქციელი, ჩვენ თვითონ გვიკვირდა რომ გავარღვიეთ ეს საოცრება და გავიყვანეთ ქვეყანა აბსოლუტურად ახალ გზაზე. მე მინდა გავიხსენო რამოდენიმე მომენტი, რომელიც სამწუხაროდ აღარ გვახსოვს, სამწუხაროდ მედიაში ამაზე ავლაპარაკობთ, იმიტომ რომ გონია რომ ხალხმა ისედაც ყველაფერი იცის, მაგრამ დრო მაინც შვება თავისას და რაღაცები გვავიწყდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ როდესაც მოვიდა მაშინ ახალი ხელისუფლება, პირველივე განცხადება მიხეილ სააკაშვილის იყო ერთი და ეს იყო ასეთი, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, დავივიწყოთ წარსული და გავერთიანდეთ ქვეყნის სასიკეთოდ და წინსვლისთვის. უამრავი ადამიანი იყო მაშინ დასაჯელი, რომელსაც უამრავი მიზეზი ამისი არსებობდა, მაგრამ ეს ჩვენ ყველაფერი გადავდევით და ახალი გზით წავედით. არ მახსოვს გამოსულა, სადაც მიხეილ სააკაშვილი არ ამბობდა ხაზგასმით, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, განურჩევლა ჩვენი შეხედულებისა პოლიტიკურისა, ჩვენ ერთნი ვართ და ერთ დიდ მიზანს ვემსახურებით. სამწუხაროდ 2012 წლის მერე მე არ მახსენდება არც ერთი მსგავსი ნათქვამი დღევანდელი ხელისუფლების. არც ერთხელ მათ ენა ვერ მოუბრუნდათ ეთქვათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ, ხალხო მერე რა რო განსხვავებული ვართ. ნო, მათ ეს ერთობა არ ჭირდებათ და მათ ეს არაფერში არ არგიათ. უფრო მეტიც მე უბრალოდ ამ ბოლო დროს ჩემი და ეკა ტამალაშვილის საავტორო გადაცემაში მუშაობის დროს ნახე 1921 წლის შემდგომი პერიოდის ბოლშევიკების განცხადებები, რომლებიც არანორმალური სიზუსტით ემთხვევა დღევანდელი ხელისუფლების განცხადებებს. სისხლიან 3 წელზე ლექსებია დაწერილი. გასტროლიორებს ეძახიან ყველას, ვინც კი ჩამოდის საქართველოში დაეხმაროს, ლანძღავენ ევროპელებს, იძახიან, რომ მილიტარისტული ევროპას ხელიდან გამოგლიჯეთ საქართველოს, ამას ფილიპე მახარაძე იძახის. შორს არ წავალ, გადაავლეთ თვალი და ეს ესე იქნება. დიახ, ძიმე მდგომარეობაშია დღეს საქართველო, მაგრამ მე მჯერა, როგორც 2003 წელს გჯეროდა უკვე ბოლოს, იმიტომ მანამდე მე ცოტა ეჭვმეპარებოდა, ამდენად ამას შევძლებდით ჩვენი გამარჯვების. მინდა ამ ცოტა ესეთი ნოტიდან გადავიდე, გავიხსენო ერთი შემთხვევა, როცა შემეძინა უმცროსი შვილი ბატონმა პრეზიდენტმა და ამერიკა მომილოსა და ამ მოლოცვის დროს რაღაც იდეა ვახსენე. თქვი რომ აი რა კარგი იქნებოდა რაღაც ეგეთი გაკეთებულიყო, ზუსტად 10 წამიანი პაუზის მერე მიშა მითხრა რომ გამოდი იცი ჩემ დახვალებად. რომელსაც გამოდიო 5-ზე გამოდიო თუ არა. მივედი და დამხვდა იქ, რა ვიცი, ყველა. დამხვდა ყველა და აიო ძალიან კარგი იდეა არისო და მოდი გავაკეთოთო. და მეუთხარი რომ კი ამას დაჭირდება 6 თვე რომ გამოვიდეს. აი 6 თვე ბევრია. თქვენ ნახევარში გავაკეთოთო. და შეუძლებელია ვთქვი, მაგრამ თქვენ ნახევარში როცა გამოვიდა ეს პროექტი, აი ხო გეუბნებოდი გამოვიდოდა მითხრა და როდესაც ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე და ეხაც ვიმეორებთო, აი ძალიან ჩქარობდა, აი სწრაფად უნდოდა ამის გაკეთება და გვინდოდა ყველაზე ამას ვაკეთებდით და ჩვენც გვითქვამს ხშირად, რომ აი რა, ხო შეიძლება ცოტა მშვიდად და ცოტა ნელა, მაგრამ აი ამ სიჩქარე მქნა ის, რომ აი ამ
ვარდების რევოლუციამ დღემდე გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამე იმ წელიწადში მოესწრო და გაკეთდა. დიახ, ბევრი რაღაც შეიძლება არ იყოს ეს საფუძვლიანად ნაშენები და ამ ხელისუფლებამ ბოლო მოუღო, მაგრამ უამრავი რამე არის, რომელსაც ზვრავერ უყო, იმდენად ფუნდამენტალურად იყო გაკეთებული. ხალხია, რომელიც 2003 წლის შემდეგ დაიბადა ახალგაზრდობა, რომლებსაც აქვს სულ ვიძახი ერთი უზარმაზარი მინუსი და ერთი უზარმაზარი პლუსი. და ეს მინუსი არის ის, რომ პლუსი არის ის, რომ მათ არ ახსოვს 2003 წლამდე რა საშინელ მდგომარეობაში იყო ქვეყანა. და ეს არის მართლა ძალიან დიდი მინუსი, რომ არ ახსოვთ და ეს არისია, მაგრამ არის უზარმაზარი პლუსი, რომ იგივე მათ არ ახსოვთ ეს რა არის. და ეს კარგია და ხალხთან გული უწყდება, რომ აი მათ არიციან, საიდან მოვდივართ, არა უშავს. სამაგეროდ ისო დღეს 80%-ზე მეს უნდა ევროპა, ეს მერწმუნეთ არის ვარდების რევოლუციის აი ამ პროექტის და თითოეული აი უამრავი მცდომი ადამიანის დამსახურება. ამის წაშლა შეუძლებელია. ამ გზის გადახვევა შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ ძალიან უკვე დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ როგორ ყველაფერს ვაკეთებთ ისე 80%-ზე მეც რატო უნდა ეს ევროპა ვერ ბედავენ, იანუკოვიჩობას ვერ ბედავენ. ვერ ამბობენ იმას, რომ არ არის ეს ჩვენი გზა. ამას ვერ ამბობენ და ეს არის იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც სასირჩვილოდ, ამ ქვეყნის სასირჩვილოდ არის ციხეში. მე ამას სრული პასუხისგებლობით ვამბობ და ეს სირჩვილია მაშინ, როდესაც პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დროს მიიღო ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა შევარნადეს აქვს უფლება 7-9 ცხოვრობს ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და დავამთავრებ ჩემ გამოსვლას ჩვენი ჰიმნის ბოლო სიტყვებით დიდება თავისუფლებას დიდება თავისუფლებას დიდება თავისუფლებას რომელი მინისტერი და რომელი თანამდებობები სახლებია ეს ყველაფერი. ამ დროს კარგად იღენებს ხელისუფლება და უკვე თბილისისკენ მომავალ ნაციონალებს პოლიციას ახვედრებს. კამერას აი ეს პარლამენტი ვერ გაძლებს და არ უნდა გაძლოს უჩვეულოდეს მომავალი. შემზარა. გადაცემა თუ არა ეთქვა შევარდა. აი ეს არის ხალხი. ჩვენ ნელ-ნელა მივაგდებით ამ კორდონს. არის გაწია.
ნებამიმოძე წარმოგიდგინოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი ალექსანდრე კრევო-ასათიანი, მივესალმოთ თუ შეიძლება. ვეთანხმები, სწორედ ბიოგრაფიაში ესეც ჩაეწერება თქვენ. გთხოვთ. ზართულია მსოფლიოში. არა. ამდენი თავისუფალი ადამიანის შეკრება ერთ დარბაზში ზართულია და გილოცავ დღევანდელ დღეს. 23 ნოემბერი ახლა წელს აქვს ორმაგი დატვირთვა, ორმაგი სიმბოლიკა აქვს. 20 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან და 1720 წელი გავიდა წმინდა გიორგის წამებიდან. წარმოიდგინეთ რა მხელა დღეა? მართლა გვილოცავ, საქართველოს გულოცავ. ეხლა ვარდების რევოლუციის დროს პატარა ბავშვი ვიყავი, 9 წლის ვიყავი. და თან საქართველოშიც კი არ ცხოვრობდი. საფრანგეთში დავიბადე. მაგრამ მახსოვს დღემდე, აი ზუსტად ის მომენტი, როცა მანამდე საქართველო იყო პატარა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, უცნობი ქვეყანა და უცბად გახდა არა მხოლოდ რესპუბლიკა, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, არამედ დამოუკიდებელი ქვეყანა და იდეა. ეს იყო ვარდების რევოლუცია. მახსოვს მასწავლებლები საფრანგეთში როგორ კითხულობდნენ საქართველოში რა ხდება, ქართულად მაგას როგორ ამბობ, გამარჯვებას როგორ ამბობ. ეს უცბად ერთ დღეში მოხდა. მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილი რო იყო ჩასული, 10 წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს პრეზიდენტ შირაკთან. მე საფრანგეთი დავტოვე. მე წავედი ამერიკაში. და მახსოვს იქაც მახსოვს სკოლიდან რო ბრუნდებოდი სახში და ტელევიზორს რო ვთავდი, მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილი რო იყო ამერიკულ ტელევიზიაში. წალენჯიხის ავტობუსი ყველგან დამსდებდა. ვარდების რევოლუცია თქვენთვის აქ სახში მოგცათ ინსპირაცია, რომ ქვეყანა აგეშენებინათ. ისეთ სისწრაფით ამერიკას დასჭირდა 150 წელი, რომ ეგეთი სისტემები და ინსტიტუციები აეშენებინათ. ევროპას კი 50 წელი. საქართველოში უცბად მოხდა. და ჩვენ დიასპორაში ინსპირაცია მოგცა, რომ დაბრუნებულიყავით საქართველოში. ყველაფერს ვაკეთებდით, ვოცნებობდით, პატარა ბავშვი ვიყავი. მახსოვს 13 წლიდან ეხლა რა შემეძლო ხო 13 წლის ბავშვი რა უნდა გაეკეთებინა საქართველოსთვის. თან იქიდან ხო და დავჯექი კომპიუტერზე, გავხსენი, შევქმენი ვიკიპედიას ანგარიში და დავიწყე ყოველ დღეს წერდი სტატიებს საქართველოზე და საქართველოს ისტორიაზე. იმიტომ რომ ეს იყო ინსპირაცია, ვარდების რევოლუცია მომცა ზუსტად ეს ინსპირაცია. და მე 14 წლის რო ვიყავი და ომი რო მოხდა, საკუთარ თავს დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ცხოვრებაში, რომ საქართველოში დავბრუნდე. ჩემ წინაპრებისთვის და ვარდების რევოლუციისთვის. დრო გავიდა და სამწუხაროდ ვარდების რევოლუციის მთავრობა აღარ იყო, როცა ჩამოვედი საქართველოში. მაგრამ რა დამხვდა? დამხვდა თავისუფალი საზოგადოება. დამხვდით თქვენ. დამხვდა ახალგაზრდობა, რომელიც მზად იყო ყველაფრისთვის, რომ თავისუფლება შეინარჩუნოს. არც ეშინიათ, არც აქციის დარბევების არ ეშინიათ ჩვენ ახალგაზრდობას. არც ნებისმიერი ბრძოლაზე წამსვლელები არიან, რომ ჩვენი თავისუფლება შევინარჩუნოთ. ეს არის ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა. დღეს ვიცი ძალიან კარგად დიასპორაში და მაგაზე მინდა 2 წამით დაგელაპარაკოთ. დიასპორაში ყველას ყვავს აქ ამ დარბაზში ვინმე ოჯახიდან წასული საზღვარგარეთ და ყველა იცით, ჩემზე უკეთ იცით, რომ არავის არ უნდა ქვეყნის დატოვება.
ყველას უნდა, ყველას აქვს ის ოცნება, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში. და მაგიტომ ჩვენ გვაქვს ის პასუხისგებლობა, ის ვალდებულება, რომ ვარდების რევოლუციის ღირებულებები შევინარჩუნოთ, გავაგრძელოთ და რომ დაბრუნდებით ხელისუფლებაში, რომ ისევ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომ მთელი დიასპორა დაბრუნდეს საქართველოში. ბევრი დიასპორელი გვისმენს დღეს. და მინდა ერთი ხელშეკრულება დავდო ახლა დიასპორასთან. თქვენ მიდით არჩევნებზე, გაისად. მიდით და მიეცით ხმას ერთიან ნაცნობ მოძრაობას და სტრატეგია აღმაშენებელს გამარჯვების კოალიციას. მიეცით ხმას, გავიმარჯვოთ და მაგის სანაცვლოდ ისევ ავაშენებთ სკოლებს, ისეთ ავაშენებთ სავანტყოფოებებს, კულტურას შევინარჩუნებს, კულტურულ მემკვიდრეობების გადარჩენაზე ვიმუშავებთ, სოფლებს ავაშენებთ, ქალაქებს ავაშენებთ, ქვეყანას ავაშენებთ, ზუსტად როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. და ყველა დაბრუნდება საქართველოში. და საბოლოოდ ერთ რამეს ვიტყვი დღეს ორმაგი დატვირთვა კი არ აქვს, სამაგი დატვირთვა აქვს ამ დღეს 23 ნოემბერს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს არის Thanksgiving-ი. ძალიან კარგი დღესასწაულია ამერიკაში. ერთი დღე უნდა დაждდე და უნდა თქვა რის მიმართ ხარ მადლიერი. და მოდით გეპატიჟებით ყველა სახში წადით მერე ამ ღონისძიების შემდეგ, დაჯექით და დაფიქრით სამი რამე ჩამოთვალეთ რის მიმართ ხართ მადლიერი. და მე გეტყვით ახლა რისთვისა ვარ მადლიერი. ჩვენი წინაპრების მიმართ, რომ დღემდე, აქამდე საქართველო გადაარჩინეს და იბრძოლეს ჩვენს თავისუფლებისთვის. ეს ერთი. მადლიერი ვარ ჩემი მშობლების თაობის მიმართ, ვინც მოგვიტანა ვარდების რევოლუცია და ვინც მოგვიტანა ზუსტად ნამდვილი ქვეყანა. ვის მიმართ შეგვეძლო რომ ვიყოთ ამაყი. და მესამე მადლიერი ვარ ჩვენს ახალგაზრდების მიმართ. ვინც ბევრნი არიან, ვინც არასდროს არ შეაჩერებს საქართველოს წინსვლა და ვარდების რევოლუციის ღირებულებების წინწაწევა. მადლობა ძალიან დიდი. საქართველოს გაუმარჯოს და ვარდების რევოლუციას გაუმარჯოს და პრეზიდენტ სააკაშვილს გაუმარჯოს. დიდი მადლობა ასეთი მართალი სიტყვებისთვის და ემოციური გამოსვლისთვის. ევროინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, დღევანდელი ევროპული გეოპოლიტიკის წამყვანი მკვლევარი ბატონი თორნიკე გორდაძე. მოგესალმებით ყველას, ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია ვარდების რევოლუცია და მისი იდეალები. დღეს სრულდება 20 წელი ვარდების რევოლუციის გამარჯვებიდან და გუშინ წინ უკრაინამ აღნიშნა მაიდანის რევოლუციის 10 წლის თავი. მე შემთხვევით არ უკავშირებ ამ ორ თარიღს ერთმანეთს, იმიტომ რომ უკრაინის მაიდანის რევოლუციას ევრომაიდანი ეწოდა. ვარდების რევოლუციაც ტიპიურად ევროპული რევოლუცია იყო, მშვიდობიანი, სახალხო, უსისხლო და ამ რევოლუციის მიზანი იყო საქართველოს პოსტსაბჭოთა მარაზმიდან, კორუფციიდან, კრიმინალიდან, ბნელეთიდან გამოყვანა და ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე დაყენება. მე საქართველოს 1991 წელს დავტოვე და პირველად 2003 წლის ნოემბერში ვიგრძენი თავი ამაყი, გავხდი ამაყი არა მარტო ჩემი სამშობლოს კულტურითა და წარსულით, არამედ ჩემი სამშობლოს აზრით. იმიტომ რომ პირველად მაშინ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში გადადგა რეალური ნაბიჯები დეკომუნიზაციისკენ, დეკოლონიზაციისკენ და ეს იყო აგრეთვე რეალური ნაბიჯები ნამდვილი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მე მაშინ დამეუფლა სიამაყე, როდესაც სხვა ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოს ხსენება როგორც პოზიტიური მაგალითის, მისაბაძი მაგალითის. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი როგორც ადამიანის და მოქალაქის მოვალეობა იყო ამ კონტექსტში რაღაცა გამეკეთებია ჩემი ქვეყნისთვის და პირველად ეს შესაძლებელი ხდებოდა. ამაში კიდევ უფრო დავწუნდი, როდესაც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა რუსეთი. მაშინ რუსეთის რეალური და ნამდვილი მიზანი იყო საქართველოს ვარდების რევოლუციის სისხლში ჩახშობა და არა ტერიტორიების მითვისება თუ რაღაც ეთნიკურ კონფლიქტში მონაწილეობის მიღება.
2010 წელს ევროკავშირმა საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე და მე დავუბრუნდი საქართველოში, რომ მე ხელმძღვანელა იმ გუნდისთვის, რომელიც საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2.5 წელი შევალიეთ ჩვენ ამ საქმეს და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. მაშინ განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია იყო, ევროკავშირს არ უნდა გაფართოება, ის საქართველოსთან უბრალოდ დაახლოებას ცდილობდა და ჩვენ ყველანაირად ცდილობდით ევროპული პერსპექტივის მოპოვებას. ყოველი ძიმე, ყოველი წინადადება გვიჯდებოდა ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. დღეს სიტუაცია სრულიად შეცვლილია გეოპოლიტიკურად, უკრაინელი ხალხის თავდადების გამო სრულიად შეიცვალა სიტუაცია და ევროკავშირი პირველად 20 წლის შემდეგ მზად არის გაფართოებისთვის. რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. და როდესაც ეხლა ეს რეალობა გახდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა, საქართველოს მართავს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მაგალითად ხმას აძლევს რუსულ კანონს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და არ არის შემთხვევითი, რომ იგივე გუნდი ვარდების რევოლუციას უწოდებს აგენტების რევოლუციას. ის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს რეკომენდაცია რომელიც კომისიამ გასცა საქართველოზე ამ რამოდენიმე კვირის წინ შეიძლება დარჩეს მხოლოდ რეკომენდაციად და მხოლოდ სტატუსად თუ საქართველო არ შეასრულებს იმ პირობებს, რაც რეალურად გახდის საქართველოს ევროპული ოჯახის წევრს. ამისათვის აუცილებელია ყველა ადამიანის, ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ყველა ჩვეულებრივი ჩემსავით უპარტიო ადამიანების მობილიზება, რათა ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა ეს პირობები შეასრულოს. ვარდების რევოლუცია არ იქნება, ვერ ჩაითვლება დამთავრებულად, სანამ საქართველოს დროშა ბრიუსელში შუმანის მოედანზე არ აფრიალდება. გისურვებთ, გილოცავთ ყველა სამდრეს და გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომღერალი ვარდების რევოლუციის მონაწილე წვიმის მუსიკოსი ზაზა კორინთელი, ზუმბა. და მონატრებულებო. 20 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ვარდების რევოლუციამ მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ საქართველოს ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის გვერდით და ევროპაშია. ასევე ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს ყველაფერი გიორგობის დღესასწაულზე მოხდა, როგორც ბოროტზე გამარჯვების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო. ჩვენ ყველანი იქ ყოფნი, ეგრეთ წოდებული წვიმის მუსიკოსები, სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებდით ჩვენი ამ პროცესებში მონაწილეობას და ხვდებოდით თუ რამ ხელა და რამდენად მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 20 წელი გავიდა. ამ ყველაფრის შენარჩუნებას ძალიან დიდი შრომა და თავდადება და სიყვარული სჭირდება. გამძლეობაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შიდა თუ გარე მტრები არ ისვენებენ, როგორც უყურებთ და მაგრამ ქვეყანა მიიწევს წინ და ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ. ულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემს სამშობლოს და ვუსურვებ, რომ ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინოს განვითარებული მსოფლიო თანამეგობრობის დიდ ოჯახში. წარმატებები საქართველოს. უკრაინის დიდი პატრიოტი, საქართველოს დიდი მეგობარი, ჯგუფ ოკეან ელიზის солисти Святослав Вакарчук. Дорогий Михайле, в цей знаменний для всього народу Сакартвело день я хотів би побажати вам здоров'я, сил і витримки. І нехай віра в справедливість і добро допоможе пройти всі випробування. ქალბატონებო და ბატონებო, ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ დაიწყო და საიდან ვარდების რევოლუცია. დასაკვირველია, ეს იყო წალენჯიხა და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის გამარჯვებული წალენჯიხის გამარჯვებული მერი. ბატონი გია ხარჩილოვა, ხოთ მივესალმოთ, გუხარი აპლოდისმენტები. გიორგობას გილოცავთ. მოგესალმებით წალენჯიხის სახელით. გამარჯვებული წალენჯიხის სახელით. სადაც ბოლო არჩევნებზე
უპრეცედენტო კონსოლიდაციით, ლოზუნგით, დევიზით ძალა ერთობაშია, ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ თავი მოიყარა მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და წალენჯიხის მოსახლეობის ურყევინებით გამარჯვება დადგა და დადგა მორალური სიცხადე, რომ ოლიგარქიაზე გამარჯვება შესაძლებელია. იმ წალენჯიხიდან, საიდანაც 20 წლის წინ მიხეილ სააკაშვილით ჩაუდგა ახალ ქართულ სულიერ ამბოხს და დაამარცხა იმ პერიოდის დიოკლეტიანე შევარდნაძის რეჟიმი. ვარდების რევოლუციას მოჰყვა უპრეცედენტო ტალღა-რეფორმებისა, განათლების რეფორმა, პოლიციის, იუსტიციის, საბიუჯეტო, საგადასახადო და ქვეყნის კანონმდებლობა თავსებადი გახდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სწორედ ამან გამოიწვია ინტერესი, ცხოველი ინტერესი ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროში. სწორედ ამას დაეყრდნო ასოცირების ტრიოს საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება და დამოუკიდებლობის მერე შემდგომ არავის შეუტანია საქართველოს ევროინტეგრაციაში იმ ხელაწვლილი, რამდენ როგორიც მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა. მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ პრესის თავისუფლების შეზღუდვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, პოლიტიკური დაპატიმრებებით, რუსული კანონით, ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებზე უბირი, უღირსი გალაშქრებით და რიტორიკით ყველაფერი გააკეთა, რომ არ მიგვეღო არაფერი, მაგრამ მეორე მხარეს მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა ქართველი ერი, ისევ დევიზით ძალა ერთობაშია და თუ ვინმეს ეკუთვნის ის სტატუსი, რასაც ჩვენ მოველით, ეს ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. მაგრამ ჩვენ გვყავს აგრესიული მეზობელი, რომელიც პერიოდულად გვიბრუნდება, გვეომება, სპობს, გვართმევს ტერიტორიებს, გვიკლავს თავისუფალ მოქალაქეებს, რომელთა პრეზიდენტი ხააგის ძებნილია უმძიმესი დანაშაულის, ბავშვთა გენოციდის გამო, რომელიც შერაცხულია ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელთა სულიერი მოძღვრები იმ ჭურვებს და ბომბადამშენებს აკურთხებენ, რითაც საქართველოს და უკრაინის თავისუფალ ქალაქებს ბომბავენ. და მე ვსვამ რიტორიკულ კითხვას მიხეილ სააკაშვილის სულიერი მეგობრის მუხრან მაჭავარიანის პოეზიიდან. ვინმე ტყვის რატომ დასტურყოთ დატომ სახელმწიფოთა შორის ერთობას, ესაც ღვთისნება არის ეთყობა, სარწმუნოება არ შველის მარტო. დიახ, ჩვენ ვესწრაფით სახელმწიფოთა ერთობაში, მაგრამ არა რუსეთთან, არა კომუნიზმში, კომუნის საბჭოთა კავშირში დაბრუნებაში, ან მის ტრანსფორმაციაში, არამედ ევროპისკენ, რადგან ჩვენ მენტალურად, ისტორიულად, შინაგანი კონსტიტუციით ვართ ევროპელები. მაგრამ ეს ბრძოლა გახლავთ ყოველდღიური. ეს ბრძოლა მიმდინარეობს თავისუფალი მოქალაქეების გულში და გონებაში. ეს ბრძოლა არ არის უსისხლო. ჩვენ სისხლი დავიცავით 2008 წელი. საქართველოს თავისუფლება. დღეს ჩვენი მეომრები, ჩვენი ლომგული ბიჭები უკრაინის ტრამალებში იცავენ უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას და დადგება დრო, რომ მათ მხედრულ ღვაწლს ქართული სახელმწიფოს ჯილდოებით აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო. მაშინ როცა ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას, ძალაუფლებას და ხალხი გადასცემს ღირსეულ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებას. ეს გმირები ქმნიან თანამედროვე ქართულ ჰეროიკას და მთელი კაცობრიობის ეპოპეებში და თავგადასავლებში ყველა თავისუფლებისთვის შეწირული რაინდი თურმე ერთდღიად სახეს ემსახურებოდა, კაცობრიობის თავისუფლებას ემსახურებოდა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით პატივს მიაგებს მათ მხედრულ გმირობას და მოქალაქეობრივ ღვაწლს სამშობლოს წინაშე. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, ყოველწუთიერი დუმილით ფეხზე წამოუდგეთ ომში დაღუპულ გმირებს. მადლობთ. ისევ მუხრანით,
სულს მივცემ იმას, ვინც მეტყვის მარტოდ გარჩენილი ვართ ქართველად. რატომ? ჩვენ თავისუფლებისათვის ვარ გარჩენილი, ჩვენ სახელმწიფოებრიობისთვის ვარ გარჩენილი, ჩვენ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. იმ 9 პუნქტს, რომელიც ევროკავშირმა დაგვიდგინა, ეს ხელისუფლება არ შეასრულებს. მას აზროლებს და ტანში ზარავს რუსეთის დამარცხებაზე. იგი პიროვნული და ქონების უსაფრთხოების მიზნით მზად არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ფეშქაშად მიართვას რუსეთს. ამიტომ ერთობის დროა, შიდა პარტიული, სრული ოპოზიციის ერთობის დროა, რათა გამარჯვება დადგეს ამ ქვეყანაში, რათა წალენჯიხიდან ისევ დაიძრას ავტობუსი თბილისის მიმართულებით, ისევ დაიძრას ავტობუსი სოხუმის მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ძალა ერთობაშია. დიდი მადლობა ბატონოგია ასეთი ემოციური მართალი საუბრისთვის, ყოველთვის გადამდებია თქვენი ასეთი მიმართვა. დიდი მადლობა. ახლა კი თქვენის ნებართვის სცენაზე უხმობთ თბილისის საკრებულოს წევრს, პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელს ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან საყვარელო ადამიანებო. მივესალმები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და განსაკუთრებულად მინდა მივესალმოთ თამაზ გინტურის ძმას, გივი გინტურს, რომელიც ახლა დარბაზში იმყოფება და დიდი მადლობა მას იმისათვის, რომ დღეს არის ჩვენს გვერდით. გილოცავთ მეგობრებო დღევანდელ დღეს ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს და გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. შეგვეციოს ამ დღის მადლი და მე მჯერა რომ ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ჩვენ ქვეყანას. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 23 ნოემბრის მანიფესტი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 პუნქტი, 23 ნოემბრის მანიფესტი. რუსი ოლიგარქი ან საქართველო, ტოტალური შეტევა სისტემაზე. 33 წელზე მეტია ქართველმა ხალხმა საბჭოთა მემკვიდრეობის ჯაჭვების ნაცვლად თავისუფლების არჩევანი გააკეთა. გაერთიანებულმა და ძლიერმა ქართველმა ხალხმა ერთხმად მოითხოვა უკეთესი მომავალი, ღირსეული ცხოვრება, ნამდვილი თავისუფლება. თავისუფლება თუნდაც ერთხელ მიღებული საჭიროებს მუდმივ დაცვას, მოფრთხილებასა და გაფართოებას. თავისუფლება თუ არ იზრდება, მაშინ იკვეცება, რადგან მისთვის არ არსებობს სტატიკური მდგომარეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის 32 წლიან პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 22 წელი არსებობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკურ პარტიად აქცევს. ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს 2012 წლებში ხელისუფლების როლში ვემსახურებდა. 2012 წლის შემოდგომიდან როგორც ოპოზიცია ვემსახურებით. ვართ მათი ხმის გამხმოვანებელი და დემოკრატიის დარაჯი. ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებას პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა მიმართ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ქართველმა ხალხმა იცის რა სურს და ითხოვს ცვლილებებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ, როგორც თავისუფლება. ზუსტად ასევე თავისუფლებისთვის მებრძოლთა გზები ვერ იქნება სტატიკური და ახალ დროებას უნდა შეესაბამებოდეს. დროა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს, რომლითაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და რა ღირებულებებითაც ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და აძლიერებს ქართველი ხალხის უკეთესობისკენ სწრაფვას. დროა ქართული საზოგადოება ისევ გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის და
ჩვენ გვესმის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამ საქმეში საკუთარი უნიკალური როლი აქვს შესასრულებელი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომელთაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდა დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ერი არის მრავალეთნიკური, ძლიერი რეგიონალური კულტურული ინდივიდუალიზმისა და შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ერთობა. ქართველი ხალხის სამართლიანი და არსობრივად ევროპელია, ხოლო ქართული კულტურა და ღირებულებები კი დიდი ევროპული ოჯახის კულტურის ნაწილია. ჩვენი ერთობის 11 პუნქტი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და აყალიბებს სახელმწიფოს სადაც. პირველი, ვარდების რევოლუციის იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლის უნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას. მეორე, თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიები და ხელისუფლება საზოგადოების ინსტრუმენტია. თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით. მესამე, სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით, ესე იგი შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მეოთხე, თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა კონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკის და სქესისა. მეხუთე, ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლის სულის ჩანაცვლებას უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველოს შეიძლება გაქრეს. ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ. მეექვსე, საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის. მეშვიდე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი. მერვე, სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს. მათ შორის უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღებას. მეცხრე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას. მეათე, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ არც ერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის პენსიონერებს 10 წლეულების განმავლობაში უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ მუშაობითაც იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევის და მანიპულაციების გარეშე. მე-11, პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით. აღნიშნულ მანიფესტზე ხელმოწერით პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვერთიანდებით და ვირაზმებით მთავარი მიზნის მისაღწევად. გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა
საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლის, ვარდების რევოლუციის ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა კრავს და აძლიერებს პარტიას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ღია. ისეთი შიდა პარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება. ჩვენ თანხმდებით, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული სრულიად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენ ასევე სრულად მივესალმებით პარტიულ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე ჯანსაღ ცოცხალ პროცესს, რომელიც შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლები პარტიის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნულ პრინციპების დაცვით გადაინაწილებენ მეტ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში. ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდა პარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ. მე პირადად შეიძლება მქონდეს ჩემი მოსაზრება, მეგობრებო, და დასრულდა მანიფესტი და ახლა უბრალოდ ჩემ მოსაზრებას გაგაცნობთ. მე პირადად შეიძლება მქონდეს ჩემი გარკვეული განსხვავებული შეხედულება რაღაც საკითხებზე, მაგრამ მანიფესტის ძირითად პრინციპებსა და სულისკვეთებას ვეთანხმები. სწორედ ამით გამოვირჩევით, მეგობრებო, ქართული ოცნებისგან. ამით გამოირჩევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნებისგან და სწორედ ეს არის და აუცილებლად ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი წარმატების მთავარი ინსტრუმენტი, განსხვავებული აზრის არსებობა ჩვენს პარტიაში. ზუსტად 20 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ხალხთან ერთად შექმნა თანამედროვე ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფო, რომელიც დაჭაობებულ უიმედო კორუფციაში ჩაფლული გარემოდან იქცა მიმზიდველ და ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყანად. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ რეგიონში დაამკვიდრა პრეცედენტი ხელისუფლების მშვიდობით გადაბარების. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი საქართველოს და მიშას თავისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ისევ რუსეთის და ისევ პირადად ვლადიმერ პუტინის ტყვეობაშია. მაგრამ მე მჯერა თქვენი უშიშარი, ერთგული და მამაცი ჩვენი თანამებრძოლების და მე მჯერა, რომ აუცილებლად თქვენთან ერთად ჩვენ ძალიან მალე გავიმარჯვებთ. აუცილებლად მიხეილ სააკაშვილი იქნება გარეთ, ის იქნება ჩვენთან ერთად და კიდევ ერთხელ ვიტყვი ტრადიციულ სიტყვებს. დღეს გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასოდეს. ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გსცემთ, დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენ გვერდით და დიახ, იწყება ბრძოლა თავისუფლებისთვის და იწყება ბრძოლა ერთობისთვის. აუცილებლად ძალიან მალე შევხვდებით უკვე თავისუფალ და გამარჯვებულ საქართველოში. დიდი მადლობა. თავარი განსხვავება ჩემსა და ძალიან ბევრ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს შორის საქართველოში იყო ის, რომ ამ ხალხის სერიოზულ ნაწილს პათოლოგიურად არ ჯეროდა საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის.
იყო ესეთი განცდა, რომ ქართველები არაფრისთვის ზათ არ არიან. ქართველები ესენი არიან მძინარე მასა. ესენი არასოდეს ხელს არ აწევენ, რაც არ უნდა უკნა. ამათგან არაფერი არ დადგება. ხალხი ყველაფერს შეეგოა, ხალხი იმედგაცრუებულია და დასკვნა. ამიტომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. ჩვენ უნდა გავრიგდეთ შევარდნაძესთან, მთავრობასთან, ოლიგარქებთან, იქ ადგილობრივ რაღაც ბანდიტებთან და ჩვენი ცხოვრება მოვაწყოთ თან გვერდყვას პოლიტიკოსები, კაი ცხოვრებაც ქონდეს, კაი სმაჭამაც ქონდეს და ახლა დიდი არაფერი მაინც ამ ხალხისგან არ დადგება. ჩემი მითქმა იყო ყოველთვის სულ სხვა. მე ყოველთვის ვიძახოდი, რომ ეს პოლიტიკური ელიტა არის მთლიანად გახსნილი ძალიან დაბალი დონის და ბევრად უფრო დაბალი დონის, ვიდრე საკუთარი ერი და საკუთარი ხალხი. რომ ეს ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას, რომ ჩვენ ხალხში არის უზარმაზარი შინაგანი ენერგია, რომელიც ადრე თუ გვიან გამოვა გარეთ. საქართველო ესად გას თავისუფლებისთვის ზონის ყველაზე წინაპარზე, ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინაპარს. იმიტომ რომ ეს არის მართლაც ეს არ არის 20 თუნდაც 200 წლიანი ერი, ეს არის მრავალ საუკუნეების მქონე ისტორიის მქონე ერი. ეს არის ყველაზე დიდი შეკრება ხალხის. მათ შემდეგ რაც კომუნიზმის გვიანი დამკვიდრება ევროპაში, მათ შემდეგ რაც მოხდა რევოლუცია ევროპაში, მათ შემდეგ რაც ბალტიის ხალხები დაუდგნენ რუსულ და საბჭოთა იმპერიალის 90 წლების შემდეგ, მაშინაც იყო ასობით ათასი, მაშინაც იყო ხალხის ანდებული თვალები, ამდენი ხალხი არასდროს არ გამოსულა. ძალიან წინ წავიწიეთ ევროპასთან თავისუფალი ყოვლის მომცველი ხმა ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხში და ახლა უკვე გადამწყვეტ ეტაპზე ვართ შესული ამ ხელშეკრულების გაფორმების. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში 10,000 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას, სადაც ხალხი იქნება კონკურენტუნარიანი გლობალიზაციის პირობებში, რომელიც შეიცავს საფრთხეებს, მაგრამ ამავე დროს პატარა ერებს, რომელთაც აქვს საშუალება, განათლება, კულტურა, ბრძოლის უნარი, აძლევთ უნიკალურ შანსს დამკვიდრდნენ საერთაშორისო თანამეგობრობაში. საქართველო არის უნიკალური კულტურის ქვეყანა. ჩვენ არა მხოლოდ ძველი ევროპელები ვართ, ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ. და ამდენად საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ ცივილიზაციაში. საქართველო უნდა იქცეს იმ დემოკრატიის მოდელად, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას და მოახდინოს თავის საშუალებათა რეალიზაცია. საქართველო უნდა იქცეს და იქცევა თავისუფალი, განათლებული. ეს მოხდება არა მომავალ 10 წელში, არამედ უახლოეს წლებში. რამდენიმე წელიწადში თქვენ გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. ვლადიმერ პუტინი წავაგრებიდან და გაქრება რუსული პოლიტიკიდან. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ 20 წელიწადს აპირებს რუსულ პოლიტიკაში დარჩენას. რუსეთის მოქალაქეებისთვის იგი დარჩება წარსულის მოჩვენებად, იმპერიის, კორუფციის და ჩაგვრის აჩრდილად. არავინ უწყის ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივი. არავინ უწყის პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ მთავარი სხვა რამ არის, რუსეთი აღარ იქნება იმპერია. ეს ის პერსპექტივა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. საქართველო დამგაროვა თერფი, საქართველო მიწოლა, საქართველო განძერწოლა, საქართველო გაერთიანდა. საქართველოს ოქტომბერში მიდელი საბალანსო არჩევნები ჩვენ პატიჟებთ მაქსიმალურ რაოდენობის ევროპელ დამკვირვებელს, ევროპარლამენტის, ევროკავშირის დამკვირვებლებს. ჩვენ უკვე გვაქვს პრესის მონიტორინგის ევროპულ კავშირის მისია, რომელიც მუშაობს საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ ევროკავშირმა ჩაატაროს საზოგადოებრივად გამოკითხები საქართველოში, ჩაატაროს ხმების დაცვა არჩევნებზე მათთან მოთანამშრომლ ორგანიზაციების მეშვეობით. აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჩვენი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე, იმიტომ რომ სამრჩევნო პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე, გახსნილი, თავისუფალი, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ ევროპისგან შემდგომ ხადაჭერის მიღება ასევე და ჩვენი შემდგომი ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. მე მჯერა ჩვენი ხალხის ძალების, მე მჯერა ევროპის ძალის, მე მჯერა საქართველოს ბედის და საქართველოს ძალის. ხალბატონებო და ბატონებო, სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ახალგაზრდა კაცი,
და ვინც ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს თვალყურს ადევნებს და აქ ამ დარბაზში ეს აბსოლუტური უმრავლესობაა. ეს გახლავთ ბატონი იგორ ნარმანია, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო იგორ, წარმატებას გისურვებთ. იგორი გაგვაცნობს მიხეილ სააკაშვილის სპეციალურ მიმართვას. მოგესალმებით. ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს თქვენთან ერთად დგომა ვარდების რევოლუცია გამოვლილ ადამიანებთან ერთად დგომა და ბრძოლა არის ძალიან საამაყო და ამავდროულად ძალიან ამაღელვებელი. გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს. დღე, რომელმაც ქართულ საზოგადოებას დაუბრუნა რწმენა, რწმენა გამარჯვებისა, რწმენა თავისუფლებისა, რწმენა ერთადგომისა და რწმენა, რომ ამ სახელმწიფოს შეუძლია რომ შედგეს. ახლა კი გაგაცნობთ მიხეილ სააკაშვილის გზავნილს თქვენ და მე ვივამედიდან. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის, ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუციამ ყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს უთხარით არა. დსთ-ის სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლა ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპერსპექტივობას არას. დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში. მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქაძე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას. ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ხოროტებად. დიდი მადლობა იგორ, ქალბატონებო და ბატონებო, მაქვს პატივი სცენაზე მოვიწვიო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. მადლობა. მოგესალმებით და ყველას გილოცავთ გიორგობას. გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუცია, რომელიც მოხდა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ეს იყო მოვლენა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის ადგილიც ევროპაშია. ვარდების რევოლუციის შემდეგ დამარცხდა კორუფცია. მხოლოდ პრივილეგირებული ადამიანები ცხოვრობდნენ მდიდრულად. კეთილსინდისწიერი, შრომელი ადამიანები კი სიღატაკის ზღვარზე. დამარცხდა კრიმინალი, ქურდული სამყარო და განუკითხაობა. აქაც მხოლოდ პრივილეგირებულები იყვნენ ყოველთვის მართლები და მათ შეეძლოთ მხოლოდ ყველაფრის კეთება. მათ შორის ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების წესი. გაიმართა ელექტრომომარაგების სისტემა. დიახ, მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს ჰქონდათ წყალი და გათბობა. ხალხი იჯდა სიბნელეში, წყლის, გათბობის და ელემენტარული საჭიროებების გარეშე. მოწესრიგდა საგზაო და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. პრივილეგირებულებს ჰქონდათ საკუთარი ლუქს პალატები საავადმყოფოებში. და ხალხისთვის საავადმყოფოში არ იყო ელემენტარული წნევის გასაზომი ფონეიდოსკოპი. აშენდა ასობით ამბულატორია და საავადმყოფოები აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, ტექნოლოგიებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს ქალაქებს. გათავისუფლდა აჭარა, ქთამის, ხელჯოხიანი, გაიშნიკის
ნაცვლად გაჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელიც ხისიერად შეიყვარა საქართველოს მოქალაქეებს. დაობებული, დანესტილი სახმართველობების ნაცვლად, სადაც ასევე ნეპოტიზმი და კორუფციით ხდებოდა საბუთების მოწესრიგება, გაჩნდა იუსტიციის სახლები. მხოლოდ პრივილეგირებულის ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის იყო უმაღლესი სასწავლებელი ხელმისაწვდომით, ჩაწყობით და ქთამით. ვარდების რევოლუციამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, მიხეილ სააკაშვილმა მოიტანა ეროვნული გამოცდები და 10,000-ობით ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში ყოველგვარი პროტექციის და ჩაწყობის გარეშე. წვიმდა, თოვდა, არ იყო მინები საჯარო სკოლებში და გათბობის საშუალებად იყენებდნენ მათ ენაზე უნდა ვთქვა, სალიარკის და შეშის ფეჩებს. მოწესრიგდა ასობით საჯარო სკოლა და მოეწყო ინფრასტრუქტურა. საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის და მილიონობით ტურისტმა დაიწყო ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკა გაიზარდა 5-ჯერ. 7-12-ლარიანი პენსია და სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 10-ჯერ. აღდგა და შეენარჩუნდა ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და უცებ გაგახსენებთ, რომ დიდი ქოციანობის პირობებში ანგრევენ გელათს, ჯვრის მონასტერს, ქოროღს და როგორც დუქანს, ისე კეტავს პირადი საჭიროებისთვის ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოველს. ვარდების რევოლუციის რეფორმება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოიტანა დემოკრატიის და რეფორმის ტალღა. მაგრამ მთავარი, რაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არის მოქალაქეობის, ამ ქვეყნის მესაკუთრეობის და სიამაყის განცდა. რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ წავიდა დრო, როდესაც ხალხი ემსახურებოდა მთავრობას და დადგა დრო, როცა მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს. ჩვენ აქ შეკრებილ ადამიანებს და კიდევ ასეულობით 1000 მოქალაქეს გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ვარდების რევოლუციის იდეალები და რწმენა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული, გამარჯვებული ევროპული ქვეყანა. და ეს ორი იდეა უპირისპირდება დღესაც ერთმანეთს. ერთი არის რუსი ოლიგარქის იდეა და ეს იდეა მდგომარეობს შემდეგში. თქვენ არ ხართ ადამიანები. თქვენ არ ხართ ამ ქვეყნის მესაკუთრეები. თქვენ არ უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა. თქვენ არ უნდა გინდოდეთ ევროპა და ნორმალური ცხოვრება. თქვენ არ გეკუთვნით წარმატება. თქვენ უნდა აიღოთ ბილეთი, წახვიდეთ უცხოეთში და იქიდან შეინახოთ თქვენი ოჯახები. თქვენ ხართ ლაჩრები და არც არასდროს არ გქონიათ ისტორია. თქვენ უნდა შეეგუოთ რუსულ მოღალატეობრივ წყობას ქვეყანაში და მოღალატეებს, FSB-ს აგენტებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვარ მილიარდერი და თქვენ არ ხართ არავინ. და მეორე არის ვარდების რევოლუციის, მიხეილ სააკაშვილის იდეა. და რას ამბობს ეს იდეა და რას ვამბობთ ჩვენ? ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო იმსახურებს იყოს წარმატებული. ჩვენ ვამბობთ და ვიცით, როგორ უნდა გახდეს უსწრაფესად საქართველო ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი აეროპორტი უნდა ავაშენოთ სოხუმში. ჩვენ ვამბობთ, რომ სოხუმი იქნება ევროპაში თითით საჩვენებელი უმაგრესი და წარმატებული ქალაქი. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ავაშენოთ ლაზიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ წყალტუბო თავისი უნიკალური შესაძლებლობებით იქნება ტურისტული სამოთხე. ჩვენ ვამბობთ, რომ გურიაში, მერიაში აშენდება აეროპორტი, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ახალი რკინიგზა თბილისი-ბათუმი, რომელიც დაიფარება 1 საათსა და 10 წუთში და დააკავშირებს ბაქოს, თბილისს და სტამბულს. ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისთან ახლოს უნდა აშენდეს უზარმაზარი აეროპორტი, რომელიც ნამდვილად იქნება ჰაბი და როგორც სტამბოლის აეროპორტში 100,000-ობით ადამიანია დასაქმებული, ასევე დასაქმდება საქართველოს მოქალაქე აი ამ აეროპორტში. ქართველი ხალხი იმსახურებს კეთილდღეობას, ახალ ბათუმს, სიღნაღს, ლაზიკას, პატრულს, თანამედროვე კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფო სერვისებს, იმსახურებს 10-ჯერ გაზრდილ პენსიას და პერსპექტივას. ახალგაზრდები იმსახურებენ ქთამის გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრას. მომავალი თაობა იმსახურებს მაღალანაზღაურებად
შემოსავალ სამსახურს და არა ისეც როგორცაც ამუშავებენ დღეს გულისხმობ 200 და 300 ლარიან სამსახურებს და ღამისთევა უწევთ ახალგაზრდებს კვირაში რამდენიმე ღამე არ მოგენატრათ გამარჯვების გემო არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა არ მოგენატრათ რომ კიდე ერთხელ დავიძახოთ საქართველოს გაუმარ 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 რამდენიც არ უნდა გვეძახონ რომ ცუდები ვართ რომ არაფერი არ გამოგვივა რომ ვერ შევძლებთ ერთობას რომ ვერ შევძლებთ ბრძოლას რომ ვერ შევძლებთ გამარჯვებას ჩვენ აუცილებლად გამოგვივა ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ არასდროს არ დავნებდებით და ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია ამოგვიყვანია ეს ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც ასევე დავამარცხებთ ასევე ავაშენებთ ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამომძნელები და ნასწავლები დიდება საქართველოს ღმერთმა დალოცო საქართველო და თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს პუტინის ტყვეს მადლობა და გილოცავ კიდევ ერთხელ გიორგობას და ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს. დიდი მადლობა ლევანს და ახლა სცენაზე მინდა მოვიწიო ძალიან ენერგიული დიდი მადლობა და დასასრულს მინდა სცენაზე მოვიწიო ძალიან ენერგიული პოლიტიკოსი გამარჯვების კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ვაშაძე. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს და გილოცავთ ერთადყოფნას. სიმბოლურია რომ სწორედ ამ დღეს მრავალტანჯულმა საქართველომ 20 წლის წინ მოიპოვა დიდი გამარჯვება ბოროტების იმპერიაზე. გაიმარჯვა სინათლე სიბნელეზე, გაიმარჯვა სიკეთე ბოროტებაზე და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქართველმა ხალხმა დიდი გამარჯვება იზეიმა. ეს არის ფუნდამენტი ჩვენი მომავლის. მეგობრებო, აქედან წამოვდგეთ ფეხზე და ყველამ ერთად ვთქვათ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. გამარჯვება საქართველოს, დიდება გმირებს, დიდება ჩვენს ერთიანობას. ვიშავ ვიყურებ ახლა და შენთან ერთად მთელი საქართველო აუცილებლად გავიმარჯვებ. ყველას გვახსოვს და ვიცით როგორი ქვეყანა იყო საქართველო 2003 წლამდე. ლევანმა ისაუბრა, ჩემმა მეგობრებმა ისაუბრებს, მაგრამ ვალდებული ვართ კიდე გავახსენოთ ყველას, საიდან დაიწყო ყველაფერი. ქვეყანაში იყო უკიდეგანო სიღარიბე და კორუფცია. ადამიანების გატაცება ფულის გამოცალვის მიზნით იყო იმდროინდელი საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მთელი დღე პურის რიგში გვიწევდა დგომა, არ იყო შუქი, არ ჰქონდა წყალი, ქალაქის ქუჩები მიქონდა ნაგავს. აი რამდენი ახალგაზრდა აქ უფროსთაობასთან ერთად, მათ არც კი იციან, რას ნიშნავს სანთლის შუქზე წიგნის კითხვა. მე იმ თაობას გავეკუთვნები, რომელიც სანთლის შუქზე მეცადინეობდა. იმისთვის რომ ცოდნა მიგვეღო, იმისთვის რომ წინ წავსულიყავით. საღამოს ქუჩაში გასვლა არა მარტო ყაჩაღობასთან, არამედ სიცოცხლის დაკარგვის რისკთან იყო დაკავშირებული. ქუჩაში წესრიგის კრიმინალური ავტორიტეტები განსაზღვრავდნენ. ქთამის გარეშე ვერც მანქანას განაბაჟებდი, ვერც პასპორტს აიღებდი და ვერც რაიმე დოკუმენტს მოიპოვებდი სახელმწიფოსგან. ევროპა და ნატო კი არა. ხელფასი და პენსია ენატრებოდა ხალხს. ალბათ ყველას გვახსოვთ 12 თვე გაყიდული, ასე ვთქვათ, პენსიები, ხელფასები, რომელსაც არ ურიგებდნენ ხალხს. საქართველო მოიხსენიებოდა, რაც ყველაზე საშინელება იყო. არ შემდგარ სახელმწიფო. საქართველოს მთელ მსოფლიოში ეძახდნენ არ შემდგარ სახელმწიფოს. ხალხს და სახელმწიფოს, რომელმაც ვერ შეძლო ვერაფრის კეთება. რასაც თქვენთან ერთად ძალიან მალე გავაკეთებთ, აუცილებლად ის გავაკეთეთ 2003 წელს მიშასთან ერთად. და სწორედ ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა.
და ვარდების რევოლუციის შემდგომ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური ჩვევებიდან საერთოდ ამოვიღეთ კორუფცია. ყველას კარგად გახსოვთ, რამდენად წარმატებული პროექტები განვახორციელეთ ქვეყანაში. ეს იყო განათლების პროექტი თუ განათლების რეფორმა და ეროვნული გამოცდები. ეს იყო პატრულის რეფორმა, იუსტიციის სახლი, 10-ჯერ გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი, გაათმაგებული პენსია და ხელფასი, გათავისუფლებული აჭარა, აღდგენილი და გალამაზებული ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, სიღნაღი, მესტია, საქართველოს ქალაქები და რაიონები. საქართველო გახდა მიმზიდველი ტურისტებისთვის. აღდგა და შენარჩუნდა ასობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. საქართველომ რაც ყველაზე მთავარია, მოიპოვა ენერგო, ეკონომიკური და სასურსათო დამოუკიდებლობა მტერი რუსეთისგან. საქართველოს მსოფლიოს პოლიტიკურ უკაზე არ შემდგარი სახელმწიფოს ნაცვლად ჩემპიონ რეფორმების ლიდერ სახელმწიფო ჩამოყალიბდა. აი ეს არის თქვენი დამსახურება, აი შეუძლია ქართულ ხალხს და ეს გააკეთა საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდეგ. მეგობრებო, ჩვენს რეფორმებზე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ გატარდა საქართველოში, დიახ მიშას რეფორმებზე არის დაფუძნებული სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, ალბანეთის, მოლდოვის და სხვა კიდევ ბევრი ქვეყნის რეფორმა. დიახ, სამოდელო სახელმძღვანელოშია შეტანილი ის რეფორმები, რაც ჩვენ ყველა მაგ საქართველოში განვახორციელეთ. აი ეს არის სწორედ ის ჩვენი მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან. ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ, საქმეს ვაკეთებთ, გაგვიკეთებია და ყველანი ერთად გაცილებით მეც გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. შემოკარგებო, ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია და გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია ახლა საჭირო. მაგრამ ამისთვის აუცილებელია გავიმარჯვოთ არჩევნებში, რომელიც არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებს შორის კონკურენცია. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები. ირჩევს საქართველოს ევროკავშირს, ძლიერ ერთიან საქართველოს თუ რუსულ ჭაობში ცხოვრებას. აი ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოს წარმატებისთვის და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობა. გილოცავთ, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია მოგცათ და ულოცავთ მთელ საქართველოს ამას. ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას ხელის შეშლის მეტი არაფერი არ უკეთებია იმისთვის, რომ არ დამგარიყო ეს დღე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი. მაგრამ თავარი კითხვა ჩანს, რატო მოგცა ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსს, რატო გვაძლევს თუ პრორუსული ხელისუფლება გყავს? და ამას აქვს სამი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი. პირველი, ისინი ხედავენ ქართველი ერის ბრძოლას, მათ დაინახეს ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი ქართველი შეკრებილი თბილისში და სხვა ქალაქებში იმისათვის, რომ ვითხოვდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და პასუხი მოგცეს ამაზე. დიახ, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მეორე, ამით დაასრულეს რუსული დეზინფორმაცია. ამით დაასრულეს დეზინფორმაცია, რომელსაც ქართული ოცნება დღენიადად იმეორებდა. თუ ომს ხო გახსოვთ, თუ ომს არ დავიწყებთ რუსეთთან, კანდიდატის სტატუსი არ იქნება. გახსოვთ ხო ეს დეზინფორმაცია? მეორე, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ რუსეთისგან, ევროკავშირისგან და ამიტომ არ გვაძლევენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამის sapasუხოდ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამონაკლისი დაუშვეს და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი არ აქვს ევროკავშირთან, მაგრამ გახდება სულ მალე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამით გზავნილი გაუგზავნეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ვისაც უნდა დემოკრატია, ვისაც უნდა განვითარება, ვისაც უნდა თავისუფლება, ევროკავშირი და ევროპა მის გვერდით იქნება. აი ეს არის სწორედ ის სამი მიზეზი, რის გამო ჩვენ მოგცეს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, მხოლოდ კანდიდატის სტატუსი ვერ არის საკმარისი და ჩვენ დაჩქარებული წესით უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება იყო და დამოუკიდებლობა ეროვნული იდეა, სწორედ ამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა და აი ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ჩვენ ყველანი. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უმოკლეს ვადაში ყველა 9 წინაპირობა იქნება შესრულებული
და დაჩქარებული წესით, ხას უსვავთ დაჩქარებული წესით საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ამას გავაკეთებთ ჩვენ თქვენთან ერთად. დავაჩქარებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და გადავდგავთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ. აფხაზეთში და ცხინვალში მაცხოვრებელ ადამიანებს აქვთ ორი ალტერნატივა. აქეთ რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და უბედურებასთან არის ასოცირებული და მეორე მხარეს ქართულ ევროპული პასპორტი, რომელიც გასაღებია წარმატებისკენ და განვითარებისკენ. რომელს აირჩევენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც იქ არიან ახლა და იქ ცხოვრობენ. სწორედ ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ. პირდებით გვექნება ევროკავშირის სტანდარტის და დონის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ და არასდროს საქართველოში არც ერთი მოქალაქე არ იტყვის, რომ ჩემი უფლებები არის დარღვეული. ყველა იქნება თანაბარი და თანასწორი კანონის წინაშე და ის სასამართლო სისტემა, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, იქნება ამის მთავარი გარანტი. საქართველოს ექნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ჩვენს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს, მშობლებს და შვილების დატოვება. ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ შევქმნით სპეციალურ 1 მილიარდიან ფონდს და ახალგაზრდა თაობას დაუფინანსებთ სტარტაპებს, რომ აქ საქართველოში მათ მიაღწიონ დიდ წარმატებას. შემოვიყვანთ საქართველოში ისეთ უზარმაზარ კომპანიებს, როგორიც არის Apple, Google, Amazon, რომლებსაც დატოვეს რუსეთი, ჩვენ გქონდა კიდეს ნიუ-იორკში ამ ოფისებთან შეხვედრა, ჩამოვიყვანთ აქ საქართველოში და აქედან გაუწევენ მომსახურებას მთელს ეგ რეგიონს, მთელს აზიას, ევროპას და მთელს ჩვენ სამეზობლოს, რაც თავისთავად ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში. ემიგრანტებს დავაბრუნებთ საკუთარ სამშობლოში და საკუთარ სახლებში. ყველა გაჩერებულ პროექტს, რაც დღეს არის გაჩერებული, პირობას ვდებთ. წელიწად ნახევარში დავამთავრებთ ყველა პროექტს აბსოლუტურად. წელიწად ნახევარში დავამთავრებთ ყველა პროექტს მაქსიმუმ. ქართული სოფლები იქნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, ავაყვავებთ სოფლის მეურნეობას და დავაბრუნებთ ხალხს თავის სოფელში, თავის კარმიდამოში. საქართველოს ექნება ახალი სწრაფი რკინიგზა, როგორც ლევანმა თქვა, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ თბილისს და ბათუმს, თბილისს და ზუგდიდს, არამედ თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს. გვექნება სწრაფი რკინიგზა პირდაპირი სამგზავრო რკინიგზა და ტრანსპორტი ევროკავშირის დედაქალაქამდე. ჩვენ განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, მეცნიერი, ექიმი და ჯარისკაცი. ეს არის გამარჯვების ფორმულა. ეს 4 პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, პროფესია იქნება ჩვენთან და ყველას დაუფასდება თავისი შრომა. ეს არის წარმატების ფორმულა და ეს არის ის გზა, რომელსაც ვიჩერებთ ჩვენ. მეგობრებო, შემდეგი არჩევნები, როგორც თქვი უკვე, არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. იმისთვის, რომ ყველაფერი ეს გახდეს რეალური, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. მაგრამ როგორც ვამბობთ, ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ძლიერი ერთიანი საქართველოს თუ რუსულ ჭაობში მყოფი საქართველოს. საქართველოს, რომლის უსაფრთხოებაც განარტირებულია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, თუ რუსულ გაუგებრობაში ყოფი საქართველოს. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველანი კუძზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავაერთიანოთ. ამიტომ დავაფუძნებთ გამარჯვების პლატფორმა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და დღეს თქვენთან ერთად ვამბობთ, რომ გამარჯვების პლატფორმის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. გამარჯვების კოალიციის ტარიხია ყველა პატრიოტი, გულანთებული ადამიანისთვის. ხახნო რა გვაქვს გასაყოფი? ავაშენოთ, ავაღორძინოთ საქართველოს, ვიყოთ ამაყი ქვეყნის ამაყი შვილები. დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ. დიდება საქართველოს, გამარჯვება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს და წინ დიდი გამარჯვებისკენ. პირდებით ყოველ შემდგომ შეკრებაზე ვიქნებით უფრო მეტი და მეტი. აი ხო ხედავთ ამ დარბაზში არ ვეტევით. იმიტომ რომ სპორტის სასახლე დიდი და ძველი არ მოგცეს, ახალი სპორტის სასახლე არ დაგვიხმეს, ვერის საკალათბურთო დარბაზეც კი უარი გვითხრეს, ყველა დარბაზზე უარი გვითხრეს და მოგვიწია აქ შეკრება, მაგრამ არა უშავს. ჩვენ გამარჯვების ჟინს
ვერავინ ვერ გააჩერებს ერთად დიდი გამარჯვებისკენ საქართველოს გაუმართ! გენაცვალეთ ყველას წინ დიდი გამარჯვებისკენ შემოგვიერთით. დიდი მადლობა. Aha.